ჩვენი არაჩვეულებრივი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი გურია გურის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება. ქართველი რეჟისორის ნამუშევარი კინოფესტივალის ერთ-ერთ პრესტიჟულ სექციაში ვენესი სპორტლაითში შედგება, სადაც შერჩეულია განსაკუთრებით ორიგინალური და ძლიერი მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები. წელს ამ სექციაში მხოლოდ 8 ფილმია წარმოდგენილი. ერთ-ერთი ფილმი კი გურია გახლავთ. ზოგადად მიყვარს ფილმის გადაღება არა თბილისში, არამედ თქვათ რეგიონში, რომ გონია იქ რაღაც უფრო მეტი თავისუფლება, თითქოს ხალხი უფრო რაღაცნაირი თბილია, გახსნილია, რაღაც სიწყნარია, უფრო და მუშაობის უკეთეს პირობები არის. და გურიას ერთ-ერთი ის იყო, თქვათ, რაღაცა ჩემი ბავშვობის მოგონებები გზად რომ მიდიოდი აჭარაში და გურიას გავივლიდით რაღაცას პეიზაჟები და ეს რაღაცა განწყობა მახსოვს ფილმის გურიის და მე შემთხვევით წავიკითხე გიორგი კეკელიძის წიგნი სახელწოდებით გურული დღიურები. დაიწერა სცენარის პირველი დრაფტი, მე ამას მოყვა მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე როგორც არის ხოლმე და მოკლედ აი ეს ნელა მე დაინტერესდა უცხოელები ამ პროექტით, იმიტომ რომ ჩვენი ფილმი არის ძალიან რთული და მასშტაბური კოპროდუქცია, იმიტომ რომ 7 ქვეყანა ქართული საერთო ჯამს საქართველოს ჩასვლით. ჩემთვის ეს ფილმი არის რაღაცა პორტრეტი ქართული ცხოვრებიდან, რაღაც ფრესკები ქართული ცხოვრებიდან. გურია არის ჩათვალეთ, რომ გურია არის რაღაცნაირად საქართველოს მინი მოდელი ჩემთვის ამ სიტუაციაში. ეს არის რაღაცნაირად თან 90-იანები ავიღოთ, ეს არის ექსტრემალური გაჭირვების პერიოდი, ხო? ყველა მხრივ ეკონომიური, კრიმინალური, ყველა მხრივ დაშლილი სახელმწიფო და ხალხი, რომელიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა თავის პერიპეტიებით და ისინი მაინც რჩებიან ადამიანებად. და გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ გამოსავალი არის სადამდე წინარჩუნებ ადამიანობას, გამოსავალი არსებობს. ჩვენ არ ვაიდეალიზირებ ჩვენ გმირებს, საკმაოდ რაღაცებს არასწორად ჩადიან, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, მაგრამ მაშინ არის რაღაცა ძალიან ძლიერი ადამიანური მომენტი, არის ამავე დროს აბსოლუტური ჩვენი ქაოსი ქართული ცხოვრების, ეს არის რაღაცნაირი აბსურდი, გიჟურის აქციელები, არაორდინალური აქციელები, რაც კინოსთვის კარგია, იმიტომ რომ აჩვენებ ეკრანზე საინტერესო სანახაობას. აქ არის რაღაც ერთის მხრივ, ჩემი აზრით, საინტერესო კომედია, ამავე დროს არის ძალიან სევდიანი ფილმიც და რაღაცნაირად ჩემთვის ქართული ფაქტურა ეგ არის, რაღაც სევდიის იმედის, იუმორის, თვითირონიის რაღაცა ნაზავი, როგორც ეს გურუს სიმღერაში ხო იცი, რომ ვერ გაიგე, პირველი ხმა სად იწყებოდა, მეორე საშ გადადის და მესამე. აი ერთმანეთში ირევა ეს ემოციები ჩემთვის. ეგეთი ამოცანა ქონდა. ამას ემატება კიდე რაღაცა ნისლები გურიაში, რაღაცა კვამლი, რომელსაც უშვებენ ფაროსანას, როცა წამლავენ და ეს ყველაფერი იხლარდება და ამის მიღმა ჩანს რაღაცნაირი ცხოვრება, რომელიც გეუბნება, რომ აი მიუხედავად სირთულებისა იმედი ყოველთვის არის ეს ქვეყანა სუი ექნება, იმიტომ რომ აქ ხალხი ცხოვრობს. და ესენი გაუძლებენ ყველაფერს. ვენეციის ფესტივალზე მოხვედრას აქვს ამ პრაქტიკული მნიშვნელობა, იმიტომ რომ იმედია რომ ეს დამეხმარება შემდეგი ფილმის გადაღებისთვის, იგივე თქვა სხვა პროდიუსერებთან ურთიერთობისთვის, სხვა რაღაცა სეილს კომპანიებთან, გაყიდვების, რაღაცა პრაქტიკული, ძალიან პრაქტიკული, გარდა იმისა, რომ კი გიხარია შემოქმედები და რაღაცა რომ ფილმი შეირჩა ერთ-ერთ თავარ ფორმზე, მაგრამ ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს შემდეგი პროექტის გადაღების კუთხით ჩემთვის პირადად. და ამიტომ კარგია. დღეს საინტერესო ის გაკეთდა, როდესაც აცხადებდა, მე არ მინახე, მაგრამ ჩემი კოლეგები უყურებდნენ, პირდაპირ ტრანსლაცია იყო ვენეციიდან და ეს ფესტივალის დირექტორი არის ალბერტო ბარბერ, ერთ-ერთი პატივცემული ადამიანი საფესტივალო სამყაროში, დიდი ხანია ვენეციის ფესტივალის კინოდირექტორია და მან თქვა, რომ შეიძლება მესლება ციტირება, მაგრამ გურია არის ძალიან სასცილო ქართული ფილმი, რომელიც აგრძელებს ქართული კინოს ტრადიციას, ასე ვთქვათ. და მე ჩემთვის ეს პატივია, რომ რაღაცნაირად ითვლებოდეს, რომ ის ფილმი, რომლის რეჟისორი მე ვარ, რაღაცნაირად აგრძელებს ამ ძალიან დიდი ქართული კინოს ტრადიციას.